პოდკასტ პოინტი წარმოგიდგენთ. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ისეთ თემაზე, რაც მილიონობით ხალხს აწუხებს. ძალიან რთული საკითხი არის ეს და ძალიან მნიშვნელოვანი არის. კი, გამხდარ ადამიანებში, როდესაც ჩვენ არ აგვაქვს ესე მკვეთრად გამოხატული ჭარბიწონა, იქაც ხშირია. პირველ სტადიაზე ცელულიტის საერთოდ არ ჩანს. რომელიმე მათგანი თუ განაპირობებს პირდაპირ პროპორციულად ცელულიტის განვითარებას. ნივთიერებათა ცვლის სიჩქარე პირდაპირ პროპორციულია ცელულიტის ჩამოყალიბების. როგორ მოქმედებს კორტიზოლის დონე, სტრესი, მოდი გადავიდეთ ახლა საინტერესო თემაზე. სხეულზე მაინც რჩება ეს დეფექტები. ზოგი ფიქრობს, რომ აი ახლა ორშაბათს არა და იქითა ორშაბათს მივალი. ყველაზე ხშირი სად არის, სადაც გოგონებს ეს აწუხებს. ეს არ არის ერთ დღეში და ერთი კურსით დამთავრებელი პროცედურები. სახლში ვიყიდე, ესენ წავიშვი და გამიარა. არა. ეგეთი რამე არ ხდება. ცელულიტის სამუდამოდ გაქრობა შესაძლებელია. არა. ესე უნდა ვიცხოვრო, სულ არ უნდა დავარღვიო, ანუ როცა კითხვები არის. ეპიზოდის პარტნიორია წყალი მთის. გადაცემის სპონსორია მკვდარი ზღვის ბუნებრივ მინერალებზე დამზადებული ბრენდი აჰავა. კანის მოვლის მსოფლიო ბრენდი ავერსისგან. მოგესალმებით, როგორც ყოველთვის პოდკასტ პოინტის სტუდიიდან, შესანიშნავი გარემოა, სადაც იწერება ჩვენი პოდკასტები. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ისეთ თემაზე, რაც მილიონობით ხალხს, უფრო ხშირად ხალხს აწუხებს და პრობლემა, რომელიც მოგვარებას და გადაჭრას არც თუ ისე მარტივია, ეს არის ეგრეთ წოდებული ცელულიტი, ანუ ფორთოხლის კანის მაგვარი ზედაპირი, როდესაც აქვს ადამიანს სხეულზე, ძირითად შემთხვევებში. რატომ ჩნდება ეს პრობლემა, როგორ უმკურნალოთ, როგორ დავიცვათ თავი, როგორ მოხდინოთ პრევენცია, არის თუ არა რაღაც ამ პრობლემის არიდების გზები და ასე შემდეგ. მყავს გამოცდილი ადამიანი ამ სფეროში, ამ მიმართულებით, სპეციალისტი, ექიმი, რეაბილიტოლოგი, შალვა აბულაძის ესთეტიკური ცენტრის ხელმძღვანელი და წამყვანი სპეციალისტი. შალვა, ძალიან დიდი მადლობა შაკო მომბრძანებისათვის და მოსვლისათვის. თემა წარმოადგინეთ, ხო, ცელულიტი. სამედიცინო ენაზე ეს არის გინოიდ ლიპოდინსტროფია, თუმცა საზოგადოებისთვის პოპულარულ ენაზე ეს არის ცელულიტი. სინამდვილეში ცელულიტი დამეთანხმები ნიშნავს ქსოვილების ანთებას, თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენ ამ თემას არ ვეხებით და ვეხებით ცელულიტს როგორც პოპულარულ ენაზე ნათქვამ, კანის ფორთოხლოვან ზედაპირს, რომ კიდევ ერთხელ კარგად ვიხდეთ ჩვენი მაყურებელი, როგორ და ასე შემდეგ. შენ გაქვს გამოცდილება დაგროვილი საკმაოდ ბევრი სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით ამ პრობლემასთან ბრძოლისა, მაგრამ სანამ ამასთან მივალთ, მოდი დავიწყოთ განმარტებით, რა არის ეს ცელულიტი სამედიცინო თვალსაზრისით, ეს დაავადება რაიმე თუ უბრალოდ just ესთეტიკური პრობლემა? მოდი დავკონკრეტდეთ ახლა და მარტივად ავუხსნათ ჩვენს მაყურებელს ეს ყველა დეტალი, იმიტომ რომ ცელულიტი არის როგორც მცირედი დაავადება, ანთებითი პროცესი არის, ასევე აქვს ესთეტიკური თვალსაზრისით არასასურველი ფორმები. წარმოიქმნება პირველ რიგში ფორთოხლისებური კანი და შემდეგ ხდება უკვე რელიეფურ კანში გადაზრდა თუ არ მოხდა მასში ჩარევა. ბოლო წლებმა და კვლევებმა ზოგადად აჩვენეს, რომ ეს ცელულიტი ყალიბდება ძირითადად იმ ჯდომარე პროცესების, იმ უმოქმედობის, იმ არასათანადო წყლის მიღების და ბევრი სხვა ფაქტორების და მუდმივი სტრესის ფონზე, როგორიც ახლა 21 საუკუნის ცხოვრება არის. ამას ჩვენ ახლა ვერ შევცვლით და ვერც ამ ცხოვრების წესს ვერ გამოვცვლით, იმიტომ რომ ჩვენ ესეთი დროება მოგვივიდა და ახლა ჩვენი ვალია რომ დამდგარი ფაქტი ვაღიაროთ და მივხედოთ და ვუმკურნალოთ ჩვენ ექიმებმა და მეთოდისტებმა ამ მიმართულებას. ცელულიტს აყალიბებს პირველ რიგში ის ფაქტი, რომ არის არასათანადო კვების რაციონები, სადაც ძირითადად ვერ ახერხებენ ქალბატონები დროის უქონლობის გამო ამ სწორი კვების რეჟიმების დაცვას, უწევთ ძირითადად ამ კომპიუტერებთან სხდომა, მუშაობა, საათობით ერთ ადგილზე და არააქტიური ცხოვრების წესი. ამავდროულად არის ნაკლები წყლის მიღება, რაც განაპირობებს იმას, რომ ეს ყველაფერი ყალიბდება. ეხლა რა არის ცელულიტი? ცელულიტი არის შემაერთებელი ქსოვილის სისუსტე. როდესაც არასათანადოდ ნაკვებია და არასათანადო წყალია მიწოდებული, ნელ-ნელა კანი კარგავს თავის თვისობრივ ფუნქციას და ნელ-ნელა იწყება აქ უკვე ამ ფორთოხლისებური კანის ჩამოყალიბება, რაც განპირობებულია იმით, რომ თვალსაჩინო ხდება უკვე მეორე-მესამე სტადიიდან. პირველ სტადიაზე ცელულიტი თითქმის 4 სტადია. პირველ სტადიაზე ცელულიტი საერთოდ არ ჩანს და არც არის მაგისი ვიზუალური ხედვა, თუმცა არის.
აი მეორე სტადიიდან უკვე კანის სტრუქტურას გააჩნია უკვე ჩანს და მესამე უკვე კარგად შესამჩნევი არის. ხანდახან მტკივნეულის ხდება უკვე. იმიტომ მეოთხე სტადიაზე მტკივნეული ხდება, იმიტომ რომ ამ დროს ხდება ფიბროზული ცელულიტის ჩამოყალიბება, რაც უკვე განპირობებულია იმით, რომ ამ დროს ხდება ლიმფის შეჩერება. ლიმფის შეჩერება როცა ხდება და ვერ ხდება ამ ნივთიერებათა ცვლის პროცესი, ამ დროს უკვე მძიმდება სიტუაცია და ამ დროს უკვე საჭირო არის აუცილებელი ჩარევა. შაკო, სანამ ჩარევებზე გადავალთ, აქვე მოდი ჩაგეკითხები, რატომ ქალებში უფრო ხშირად? უფრო ხშირად კი არა, ძირითადად. ეს არის ჰორმონალური მოცემულობა, იმიტომ რომ მამაკაცებში ის ჰორმონი არ არის, რაც არის ქალბატონებში და ეხა აქ დამეთანხმება ყველა წამყვანი სპეციალისტი ამ მიმართულებაში, რომ ჩვენ ძირითადად ამ ცელულის ვებრძვით ქალბატონებში. მამაკაცებში რბილი ქსოვილები ძირითადად მუშავდება მხოლოდ მუცლის არეში ეს ეგრეთ წოდებულ ცხიმოვანი ღიპის დროს. კი, დანარჩენი ასეთი შემთხვევები, რომ მამაკაცებთან ცელულთან ჩვენ მუშაობა არ გვიწევს. ანუ მივდივართ ისე ვიქამდე, რომ ჰორმონალური ფონი ესტროგენი მაგალითად არის უფრო განსაზღვრავს იმას, რომ ცელულიტები არის ქალებში ესეთ დაუძლეველი და შემაწუხებელი პრობლემა. გენეტიკური წინასწარ-განწყობა, შაკო, რამდენად მნიშვნელოვანია? ყველა დაავადება ზოგადად გენეტიკასთან მიგვიყვანს ხოლმე და ესეც არ არის გამონაკლისი და აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ გენეტიკურიც არის ეს. თუმცა არის შემთხვევები, რომ ერთ-ერთ кейსს განვიხილავ, თუ შეიძლება ესე მოკლედ, ანუ პაციენტების გარკვეულ რაოდენობასთან ვაწარმოებ ხოლმე ჩემ დღიურს, რომ აი საიდან დავიწყეთ, სად მივედით, როგორ ვართ და ძირითადად ანამნეზის აგროვების დროს ვეკითხები ხოლმე ასე ვთქვათ, ბებიის და დედის მოცემულობას რა მდგომარეობაში ქონდა ვთქვათ და ხშირად არის ხოლმე ესეთი მოცემულობა, რომ აი ბებია ჩემი ამ ხნის არის ქალბატონი და იმას ეს პრობლემა არასდროს ქონია. აი ზუსტად ის მომენტი და იქიდან ამოვდივარ, რომ გენეტიკური ფაქტორი აქ არაფერ შუაშია, ეს არის უკვე შეძენილი იმ მდგომარეობიდან, რომლის დროსაც ამ კონკრეტულ პაციენტს თავისი ცხოვრების წესიდან გამომდინარე ჩამოუყალიბდა ეს ყველაფერი. ეს მისი ბრალი არ არის, ეს ცხოვრება მოუტანა და ესეთი მოცემულობა. ეხა მეორე შემთხვევა. როცა მეუბნებიან, რომ იცი რა, ბებია ჩემი იმ დღეში იყო და უსივდებოდა ფეხები, მახსოვს ეს ამბავი და შეშუპებული ფეხები და რაღაცები, ეს უკვე დადასტურებულად არის, რომ უკვე გენეტიკური ფაქტორიც არის და ის უფრო ღრმავდება შემდგომ თაობებში, ვიდრე შეიძლება შემცირდეს თუ რაღაცა ისეთი არ მოხდა. ნუ ეს ხა ცოტა უფრო სიღრმისეულად რო ჩავყვეთ ამ ყველაფერს. სხვა ისეთი აქ კონკრეტული მოცემულობა ამ მომენტისთვის არ ვლინდება ხოლმე. კარგი, მოდი ესე დავსვამ კითხვას. ჭარბი წონა და ცელულიტი შეიძლება დავაკავშიროთ ერთმანეთს, იმიტომ რომ ცხიმოვანქსოულზეა საუბარი. მაგრამ გამხდარ ადამიანებში, როდესაც ჩვენ არ აგვაქვს ესე მკვეთრად გამოხატული ჭარბი წონა, იქაც ხშირია. და ის ლოკაციებიც დაგვნიშნოთ, ეს არის ბარძაყების გარეთა ზედაპირი, დუნდულოების ზედაპირები, მუხლების შიდა ზედაპირები, მუცლის წინა კედელი, მხრების ზონა. არ არის ჭარბწონიანი ადამიანი, მაგრამ ეს ხორკლიანი კანის ზედაპირი მაინც არის. კი ბატონო, ესეთი შემთხვევები გვაქვს უამრავი, არიან გოგონები, ერთი кейსი მახსენდება ესეთი ამ რამდენიმე წლის უკან 46 კილოს იწონიდა გოგონა, უგამხთრესი, არაჩვეულებრივი ფორმებით, ლამაზი, ყველანაირად, მაგრამ ქონდა ეს ცელულიტის ფორმა ძალიან ღრმა. აქ რაში გვაქვს ხოლმე საქმე? ძირითადად აქ არის ერთი ფაქტორი გასათვალისწინებელი, რომ ჩვენ წლის განმავლობაში გვაქვს 4 სეზონი. 4 სეზონის განმავლობაში არის სხვადასხვა ცვლა, ჰაერის, სითბოს რაოდენობის, არასათანადო წყლის მიღების და ასე შემდეგ. ზამთრის პერიოდში, როცა დგება და გაზაფხულისკენ გადავდივართ ხოლმე, ცელულიტი ამ დროს იჩენს თავს. ეს ახლა რატო იჩენს? იმიტომ რომ ამ დროს ხდება ის მომენტი, რომ სისხლის მიმოქცევა არის შენელებული. სიცივის დროს მოგვეხსენება, რომ სიხსარღვები ვიწროვდება, არ არის სათანადო მიწოდება სისხლის და ანუ ჰაერით ჟანგბადით გაჯერებული სისხლის მიწოდება ვერ ხდება იმ კონკრეტულ ზონებზე პროგრესირებს, რა თქმა უნდა, ცელულიტი და არ მქონდა შემოდგომაზე ამბობს და გაზაფხულზე ეს გამოჩნდა. ეს არის ზუსტად იმ რეჟიმების ცვლილება, რომელიც მუდმივია, ეხლა ამას ჩვენ ვერ შევაჩერებთ. ჩამოყალიბდა ხო ცელულიტი. უბრალოდ აქ მართვა გაცილებით ადვილია
და სწრაფად ექვემდებარება რეჟიმი, ანუ ექვემდებარება ეს ცელულიტი განკურნებას და მინიმუმამდე დაყვანას, ვიდრე ჭარბცხიმოვან ქსოვილი. კი, იმიტომ რომ აქ პირდაპირ გამზადებულ პრობლემას ვებრძვით და იქ ორ პრობლემას ერთად ვებრძვით, იმიტომ რომ იქ მომატებულია წონა, მომატებული არის ცხიმის რაოდენობა, ცელულიტმა თავი კვეთრად იჩინა და ამავე დროს შეშუპდა სხეული, იმიტომ რომ მიმოქცევის პრობლემა არის და აქ უკვე დგება რამდენიმე ფაქტორთან ბრძოლის. და სანამ გადავალთ უშუალოდ ბრძოლის მეთოდებთან, ვიტყვი რომ ორი განსხვავებული მოცემულობა გვაქვს ხოლმე, ანუ გამხდარი ქალბატონების სხეულთან კი და ასევე ცოტა ზედმეტად წონის საშუალო წარბზონიანი კი. კარგი, ფიზიკური აქტივობა ახსენე შაკო, რომ რაც უფრო პასიურია ადამიანი, თეორიულად მით უფრო მეტი შანსია, რომ განვითარდეს ეს პათოლოგია, ეს მდგომარეობა, ხო? პირიქით შევხედოთ ახლა, რაც უფრო აქტიურია ადამიანი, მით უფრო ნაკლებ განუვითარდება, ანუ ფიზიკური აქტივობა გარკვეულწილად პრევენციაც არის? იცი რა, თუ ეს უკვე ჩამოყალიბებულია, ამ შემთხვევაში ერთადერთი გამოსავალი აქ არის უბრალოდ ჩარევა, მაგრამ თუ ჩარევის შემდეგ ეს პაციენტი გააგრძელებს აქტიურ ცხოვრებას, ჩამოყალიბების პროცესი შენელდება, თუმცა ნელად ჩამოყალიბდება. თუ პასიურია პაციენტი, მას თქვა 6 თვეში ერთხელ ჭირდება ეს ჩარევა, თუ ის არის აქტიური, იმას შეიძლება წელიწადში ერთხელ დაჭირდეს ეს ჩარევა, ან 2 წელიწადში ერთხელ ყველაფერი დამოკიდებულია ინდივიდუალურ მოცემულობაზე, აუცილებლად. მიღებულია პასუხი. თქვენ თქვით წეღან, შაკო, შენ თქვით წეღან, რომ წყალი არის ძალიან მნიშვნელოვანი. მოდი წყალზე გველაპარაკე, იმიტომ რომ მე ვიცი რომ შენ გიყვარს წყლის თემა და მნიშვნელობას, რა თქმა უნდა, მისანიჭებელ მნიშვნელობას, სათანადოდ ანიჭებ ამ თემას. წყალი ჩავშალოთ ეხლა და ძალიან მარტივად, აი პარტივ რაღაცას ვიტყვი. ადამიანს ჯერ ჭირდება ჰაერი და იმის მეორე ადგილზე დგას წყალი და მერია დანარჩენი საჭმელის და რაღაცა ეს დანარჩენი საკვები პროდუქტები. ანუ წყალის რაოდენობა ორგანიზმში მუდმივად უნდა კონტროლდებოდეს. დაშვებული ფორმულა როგორიც არის 30 გრამი კილოგრამზე, რამდენ კილოსაც ვიწონით, იმის მიხედვით ამას ვაჟღერებ ყველგან და ყველა ჩემ პაციენტს ვუხსენ და ყველა იმ ადამიანს, რომ წყლის მოხმარება არის აუცილებელი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. ეხლა რატო ხდება წყლით ეს რეგულაცია? იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ნაკლებ წყალს მივაწვით ორგანიზმი ინახავს იმ წყალს, ბევრჯერ გაფილტრავს და ამ დროს ხდება ძალიან ცუდი პროცესი, რომ ერთი და იგივე პროდუქტის გაფილტრვა უწევს ორგანიზმს ბევრჯერ. რაც წარმოქმნის გარკვეულ პრობლემებს და ვერ ხდება იმ გამოთავისუფლება ორგანიზმიდან თავისუფალი რადიკალების. წყალი არის ერთადერთი კარგი გამხსნელი და ერთადერთი შვება ადამიანის ორგანიზმისთვის, რომელიც ადვილად აცილებს თავისუფალ რადიკალებს ამ ჩვენი სხეულიდან და ამცირებს და უშლის ხელს ამ ცელულიტის ჩამოყალიბებას, თუნდაც იმ ლიმფის შეჩერებას და ნარჩენი მასალების ორგანიზმში დატოვებას. მივაწვდით სათანადო რაოდენობით წყალს ჩვენს ორგანიზმს, მეტად იქნება გაფილტრული ჩვენი თითეული უჯრედი და უფრო ჯანმრთელი და ჯანსაღად გამოიყურება. ეხლა არის ხოლმე ესეთი პატარა ნიუანსი, არ შემიძლია ეს არ აღვნიშნო. რაღაც რაოდენობა პაციენტების მეუბნება ეგეთ რაღაცას, რომ აი დავიწყეთ თქვენი რჩევით წყლის დალევა და შევშუპტი რაღაცა ისეთი მომენტი მომივიდა და ეს საწყის ეტაპზე მინდა ვთქვა, რომ როდესაც ამდენი ხანი გააქვს წყლის დეფიციტი და უცებ დალევა, ორგანიზმი ამას აუცილებლად გადაინახავს. მაგრამ როგორც კი ორგანიზმი მიხვდება იმას, რომ მას მუდმივად მიეწოდება წყალი, აუცილებლად აღდგება ის ცირკულაცია, აუცილებლად დაუბრუნდება ის თავის ნორმალურ ფუნქციონირებას და დეპონირებას აღარ მოხდა. რა თქმა უნდა, მივიღებ ძალიან კარგ შედეგს. ძალიან კარგი იყო ეს ამბავი. ჩვენ მამაკაცებს, ჩემო შაკო, წყალი ასევე გვჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ ცელულიტებს დიდად არ უჩივით და ძალიან კარგია, მაგრამ წყალი გვჭირდება. Coca-Cola ბოთლს ჯორჯიამ ახალი პროდუქტი შემოსთავაზა შესაძლებლობას. ეს არის წყალი, ასევე ბრომატის გარეშე, გაზირებული და მინერალიზებული. მე დაგისხამ წყალს, წევან გავსინჯეთ, ეხლა კიდევ შემოგთავაზე. დიდი სიამოვნებით შემოკარგო. ახალი პროდუქტი კარგია, მით უმეტეს როცა არის ბრომატის გარეშე, როცა არის სუფთა და მით უმეტეს დამზადებულია საქართველოში, ხო? დალია წყალი მთის და იცხოვრე სრულყოფილად. გაგვიმარჯოს. როგორც იმერეთში ამბობენ ხოლმე და ალბათ მთელ საქართველოში წყლის ზალა მოგცეთ ღმერთმაო. გაგაშენოს ღმერთმა. მაყურებელს შევახსენებ აქვე, რომ პოდკასტის სპონსორია აჰავა, მკვდარი ზღვის უნიკალური მინერალებით გაჯერებული სახისა და სხეულის
და თმის მოვლის საშუალებები აჰავა საკუთარ პროდუქციას თავზობს როგორც ქალბატონებს, ასევე მამაკაცებს და ჩვენთან ყოველთვის წარმოდგენილია აჰავა, მადლობა მათ პარტნიორობისათვის. ასევე გეტყვით, რომ ჩვენი პოდკასტები იწერება ძალიან კარგ სივრცეში, სახელობით podcast point-ი, სახელწოდებით podcast point-ი და თუ ვინმეს გსურთ კარგი პოდკასტები ჩაწეროთ, ეს სივრცე თქვენს განკარგულებაში იქნება. გავაგრძელოთ საუბარი შაკო. შეიძლება ჩვენია რომ ცელულიტის სხეულზე შეიძლება გაშდეს ხერხემლის არასწორი ფორმირების დროს ასაუცო. შეიძლება თუ არა ეს სიმართლეს. ეს სკოლიოზი მაგალითად რაიმენაირად განაპირობებს თუ არა ამ პრობლემასთან არის თუ არა. ეს არ არის მითი, ეს არის რეალობა, იმიტომ რომ ნებისმიერი დარღვევა განაპირობებს იმას, რომ სწრაფად უფრო ჩამოყალიბდეს ეს ცელულიტი და არ არის ის მომენტი, რომ ეს განაპირობებს უბრალოდ ჩამოყალიბებას. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ფაქტორია და არა ის, რომ რაღაცა ესეთი. ძლოვანი მასა? ძლოვანი მასა საერთოდ არ ფიგურირებს ამ საკითხში, იმიტომ რომ აბსოლუტურად ის შიგნია და ცელულიტთან ეს შეიძლება თუ არა მაგალითად ცელულიტი იყოს ეს კანზე გამოხატული პორტოხლისები, რაიმე სხვა არასასურველი მდგომარეობის ასე ვთქვათ გამოხატულება. ხო არ უნდა დავსვათ კითხვა, რამე ნივთიერებათაცვლის პრობლემა ხო არ მაქვს, რომ გამიჩნდა ესა, ან რაღაცა ვთქვათ, რაიმე სხვა ორგანულ სისტემათან რაღაცა პრობლემაზე ხო არ მიუნიშნებს. ხომ არ არის რაიმე კავშირი? ძალიან კარგი კითხვაა და მოდი ჩავშალოთ ეს. წავედით. ესე ჩავშალოთ. როდესაც ისევ და ისევ ვიწყებთ ახალ პაციენტთან მუშაობას ანამნეზის აგროვების დროს, ყოველთვის ისმევა შემდეგი კითხვა: თირკმელები წესრიგში გვაქვს? ასევე უნდა იქნას დასმული კითხვა, რამდენად მისი ციკლი დაცულია და აბსოლუტურად მიმდინარე პროცესი არის თუ არა 28 ან 32 დღიანი. ეს არ უნდა იყოს გამორიცხული. თუ ამ ორი ფაქტორიდან რომელიმეში პრობლემას ვხედავთ, აუცილებლად ვუშვებთ სპეციალისტთან, რომელიც უზრუნველყოფს ამ პრობლემის მოგვარებას და ამის შემდეგ ვიწყებთ ხოლმე ჩვენ მუშაობას. ნივთიერებათა ცვლის სიჩქარე პირდაპირ პროპორციულია ცელულიტის ჩამოყალიბების, იმიტომ რომ რაც უფრო შენელდება ეს პროცესი, მით უფრო გართულდება თემა და შესაბამისად ცელულიტის იჩენს თავს. და თქვენი მკურნალობის ეფექტურობის ხარისხიც რა თქმა უნდა, მკურნალობას აზრი აქვს მაშინ, თუ ის იმას ექვემდებარება. სხვა შემთხვევაში ხშირია შემთხვევები, როდესაც კონსულტაციიდან გაგვიშვია პაციენტი, ჯერ მოგვარდეთ და შემდეგ გავახსენოთ, კი. რა თქმა უნდა. კი ბატონო, ენდოკრინოლოგები და ნუტრიციოლოგები აქტიურად არიან ჩართულები ამ საქმეში, როდესაც ჩვენ მასთან გადავამისამართებთ ხოლმე. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ხშირად ჩვენ პაციენტებს არ აქვთ და საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რა უნდა გაიკონტროლოს პირველ რიგში. ძალიან მომწონს ეს პროექტი, მომწონს ის გადაცემები, რაც ეხლა უკვე დაიწყო და კეთდება, რომ ჩვენი საზოგადოება ნელ-ნელა იმ ინფორმაციას გაიგებს, რაც აქამდე მათთვის უცნობი იყო და რაღაცა ინტერნეტში ეძიებდნენ იმას იქ 1000 სხვადასხვა ვერსიები და შესაბამისად არის ხოლმე ის მოცემულობა, რომ რამდენიმე ადამიანის აზრიდან გამოტანილი დიაგნოზით მუშაობენ და ეს აბსოლუტურად არ ემთხვევა. კარგი, შაქარი, მარილი, ცხიმიანი საკვები. ანუ ცხიმიანი საკვები, იმიტომ რომ ეს მაინც ცხიმოვანი ქსოვილის საუბარი, ხო, პირობითად უფრო მეტად იქ ფიბროზული ქსოვილი იქნება თუ შემართებელი, მაინც ცხიმთან ასოცირდება ეს. შაქარი, მარილი, ცხიმიანი კვება. რომელიმე მათგანი თუ განაპირობებს პირდაპირ პროპორციულად ცელულიტის განვითარებას. ეხლა ჩვენ მნიშვნელოვნად უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან ეს პროდუქტები რამდენად გვჭირდება და რამდენად არ გვჭირდება. შაქარიც იმ დოზით გვჭირდება, რაც დაშვებულია, ძალიან ცოტა. ხო, აი ზოგჯერ არის ხოლმე რომ აი სულ ამოვიღო და რაღაცა ესეთები, მაგრამ ძალიან ცოტა გვჭირდება ეს შაქარი. მარილი არის გამხსნელი, ხო, გემოების და ეს გემოების თამაშია ზუსტად მე რომ იმ ცხიმებს აყალიბებს და ნორმირებს. ანუ ყველაფერი ვთქვათ რომ იყოს ბალანსირებულად. მაგრამ გადაჭარბებით ამ პროდუქტების მიღება არის მომაკვდინებელი რა. სწორია, მადლობა შაკო, იმიტომ რომ ეს სამი პროდუქტი, ცხიმიანი საკვები ცალკე ავიღოთ დავუშვათ, მაგრამ შაქარი და მარილი შაქარს მე მგონი არც ერთი ძუძუმწოვარი სინთეზირებულს არ მიიღებს, ხო? ბუნებაში რაც მოგვცა ვერთმა ხილის სახით, ისიც მინიმალური და ჯანსაღი, ჩვენთვის სულიად საკმარისია, რომ მიიღოს ის საწვავი, ასე ვთქვათ, ნახშირწყალი, რაც ორგანიზმს სჭირდება. დანარჩენი ჯობს მოვირიდოთ და ნებისმიერ მიმართულებით ეს ცელულიტი იქნება ჭარბი წონა თუ
სხვა რაიმე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა, ნაკლები შაქარი, დაბალანსებულად მარილი და ჯანსაღი ცხიმი. რა თქმა უნდა. რომელიც არის მაგალითად კარაქი, კარაქი, ზეითუნის ზეთი, ჯანსაღი ცხიმი ჩვენ არასდროს არ გვაწყეს და მათ შორის ცილოვან პროდუქტთან შეჯაჭვული ცხიმოვანი სტრუქტურა ჩვენთვის კარგი. წავედით წინ, როგორ მოქმედებს კორტიზოლის დონე, სტრესი, ზოგადად ცხიმოვანი ქსოვილის, ასე ვთქვათ, ქცევაზე. თუ გაქვს ესეთი რაიმე დაკვირვება პრაქტიკული. კი, ვაკვირდები ხოლმე მაგ ფაქტსაც და ძალიან საინტერესო არის რამდენიმე თვის უკან ქონდა ესეთი ტრენინგი ჩამოდიან ხოლმე ჩვენთან საქართველოში საბედნიეროდ უცხოელი ინსტრუქტორები და გვაძლევენ ხოლმე რჩევა დარიგებებს ჩვენს მივდივართ ხოლმე. ანუ აი ეს მომენტი, როდესაც ადამიანი სტრესის ქვეშ ვარდება და მისი სხეული, ასე ვთქვათ, დაჭიმულობას გრძნობს, ერთგვარ ჯავშანს იკეთებს, ეს ბუნებრივი მოცემულობა არის. ამ დროს ხდება ხოლმე ზოგადად ამ მიმართულებაზე და ზოგადად ცხიმის დაგროვებაზე იწყება ეს გარდამტეხი პრობლემა, გარდამტეხი მომენტი რა, რომ აქამდე არ ქონდა, მაგრამ აი რაღაცა სტრესი მიიღო, დაიღალა, გამოვლინდა და დაიწყო ამისი პროგრესირება. ძალიან რთული საკითხი არის ეს და ძალიან მნიშვნელოვანი არის. კი, არის ეს მომენტი, როდესაც ადამიანს კორტიზოლის დონე მოემატება, მათ აუცილებლად გამოავლენ სხვადასხვა მიმართულებაში. მიღებულია ნაკლები სტრესი, მეტი რა თქმა უნდა. კარგი. ცელულთან ბრძოლის მიმართულებით დღეს მსოფლიოში და ასევე საქართველოშიც არის უამრავი რაღაცა შეთავაზებები, ხო? მათ შორის არის მანუალური თერაპია, ვთქვათ, იქ ნუტრიციოლოგიით ამის დარეგულირება, ვთქვათ, ლიპოსაქციით, ხომარ შეიძლება ამის გამოსწორება და დავადასტუროთ, რომ ეს ამ მეთოდიკით არ სწორდება და არც იკურნება. მაგრამ არის ასევე აპარატურული ტექნოლოგიები, ხო? რასაც შენ როგორც ვიცი, საკმაოდ დიდი ხანია ფლობ და იქ სადაც შენ მოღვაწეობ, გარკვეული აპარატურული ტექნოლოგია, რაც დღეს საქართველოში არის, მათ შორის თქვენთანაც საკმაოდ აქტიურად გამოიყენება. ხო, მაგალითისთვის ეს არის კრიოლიპოლიზი, LPG, RF lifting-ი, კავიტაცია, ენდოსფერო. შაკო, მოდი გავმარტოთ, რას სთავაზობ მაგალითად კონკრეტულად შენ, იმიტომ რომ რაშიც ხარ გამოცდილი, იმაზე უფრო თამამად ვისაუბრებთ. და თან ვიცი, რომ ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი გამოცდილება გაქვს აგროვებული. მოდი გადავიდეთ ახლა საინტერესო თემაზე. აქამდე ჩვენ აბსოლუტურად ვისაუბრეთ ამ ცელულიტის ჩამოყალიბებაზე, ყველაფერზე აბსოლუტურად ვარიარეთ დავადასტურეთ. ახლა ისე ხო არ დავტოვეთ, რომ არ მოვაგვაროთ. ჩვენ ვიფიქრეთ ამაზე, როგორ უნდა მოგვეგვარებინა და ბევრი რაღაცებია დანერგილი საქართველოში, მათ შორის ჩვენ კლინიკაში არის ესეთი მიმართულება, არის ულტრაბგერითი მკურნალობა, იგივე კავიტაცია, ძალიან ეს არის ეფექტურია, ძალიან კარგად მუშაობს და 90%-ში ვიყენებთ კავიტაციას ძალიან კარგად. და აპარატურული ტექნოლოგია. ეხლა ეს კავიტაცია რა შვება? კავიტაცია არის 2 სანტიმეტრზე ჩადის სიღრმეში, მისი ულტრაბგერა და ამუშავებს ამ შეკრულ ცხიმს და გარდაქმნის თხევად მასად. ნელ-ნელა ეს თხევადი მასა ნელ-ნელა მასაჟით და გამოიწოვება და უჯრედი ამას შეიწოვს და გამოიტანს გარეთ. აი, აქ ჭირდება ზუსტად იმ წყლის მიწოდება, როდესაც პროცესი მიდის, წყალი სულ ჭირდება, მაგრამ აქ განსაკუთრებულად, როდესაც პროცესი დაიძურება, წყალი უნდა მივაწოდოთ, რომ შეიძლება სწრაფად და ეფექტურად გამოვზიდოთ ეს მავნე ნივთიერებები ორგანიზმიდან. ეხლა რა ხდება, როდესაც გვაქვს ასეთი მოცემულობა, რატო ვიყენებთ ხოლმე და რატო გახდა საჭირო ენდოსფეროს დანერგვა. იმიტომ რომ გვაქვს ასეთი მოცემულობა, გოგონამ იმშობია რა, ლაქტაციაზეა, სწრაფად გვინდა ფორმაში ჩადგომა და ლაქტაციის დროს არ ვიყენებთ და აურტვირთავთ ორგანიზმს ულტრაბგერით. ამ დროს ვიყენებთ ენდოსფეროს. იხსნება შეშუპება, კეთდება ძირითადი მომზადება. რის ხარჯზე ხდება ენდოსფეროში რა მოქმედებს? ენდოსფეროში მოქმედებს ბურთულები, რომელიც მექანიკური ბურთულები, რომელიც არანაირი ბგერა, არანაირი რამე არ გამოიყენება და კომპიუტერული სიზუსტით მთელ სხეულზე მუშაობს, რაც ლიმფის მიმოქცევას ეხმარება, სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და ამას მერე მოსდევს ხელით მასაჟი და პლუს პრესოთერაპია, რაც აბსოლუტურად ერთად შეკრული კარგი პროდუქტია და ძალიან კარგ შედეგებს დებს, იმიტომ რომ ორსულობის დასრულებიდან
3 თვის თავზე უკვე ჩვენ ვიწყებთ ამ მიმართულებით მუშაობას და ძალიან მალე სადღაც 2-3 თვიანი მუშაობის შემდეგ პერიოდია 2-3 თვი არ არის დიდი დრო ამ პრობლემასთან ძალიან კარგ შედეგებს ვდებთ. ანუ მაყურებელს უნდა უთხრათ ის რომ ამ ტიპის მკურნალობა როცა არის საუბარი მაგალითად ცელულიტზე ან ჭარბწონაზე ან ასე ლიპოდისტროფიულ ზონებზე ხო ეს არის კომბინირებული პროცედურები ხო აქ ზოგ შემთხვევაში შეიძლება შენ პლასტიკური ქირურგი დაგეხმაროს და ზოგ შემთხვევაში შეიძლება ქირურგია საერთოდ არ იყოს საჭირო და მანუალური ინსტრუმენტული თუ აპარატურული ტექნოლოგიებით კომბინაციებით მიაღწიოს შედეგს ხო კარგი რა უნდა იცოდეს ადამიანმა როდესაც ქალმა თქვათ ან კაცმა რამიშველბ აქ როცა მოდის თქვენთან ცელულიტის მოსაშორებლად ანუ აი ახლა არის ის დრო როცა მე წავიდე შაკოვნა ხო თუ ჯერ მოვემზადო ანუ თუ შევამჩნიე და წავედი პირდაპირ შაკოსთან და ვკითხო რა და როგორ არის იცი რა ზოგადად სასურველია რომ ჩვენ პაციენტმა მოგმართოს დროულად ეს ყველა მიმართულებაში ესე არის თუ შეამჩნია და ონელი უნდა მოგმართოს იმიტომ რომ ზოგი ფიქრობს რომ აი ახლა ორშაბათს არა და იქ და ორშაბათს მივალ და რაღაც ხო ან დიეტას დავდები და ამას ვიზამ და ასე ზოგადად სასურველია ხოლმე რომ ყველაფერი ერთად დავიწყოთ ის დიეტაც ის პროცედურებიც იმიტომ რომ როგორი რაღაცა იცით ამ მომენტში ხდება ის რომ ფსიქოლოგიური მხარდაჭერა კიდეც ცალკე მუშაობს როდესაც პაციენტი რა თქმა უნდა როდესაც პაციენტი არ რჩება თავის პრობლემასთან მარტო და მას ეხმარები мотивациას უღვიძებ ფსიქოლოგიურად ეხმარები და გეგმას უსახავ რომ 2 თვის თავზე ჩვენ ეს შედეგი უნდა დავდოთ აქედან აქამდე ეს გზა გვაქვს გასავლელი ეს ძალიან კარგად აისახება ხოლმე შედეგებზე ძალიან კარგი შედეგები გვაქვს ხოლმე ასეთ დროს მყავს ისეთი საინტერესო პაციენტები რომლებიც ჯერ დედოფლობისთვის მოვამზადეთ, შემდეგ უკვე ბავშვები გააჩინეს, დავიბრუნდნენ. მაგარი სისტემური მიდგომა. კი, და ძალიან კარგი. კი, ძალიან კარგად ესე მუშაობს ეს მოდელი, იმიტომ რომ აგერ უკვე 12-13 წელი მიდის, რაც ამ მიმართულებაზე მუშაობ და ძალიან კარგი შედეგები გვაქვს ამ მხრივ. კარგი, აქვე კითხავ, ყველაზე ხშირად სად მუშაობთ ხოლმე? ბარძაყებია ეს სად უნდულოების ზონა არის? აი ყველაზე ხშირი სად არის, სადაც გოგონებს ეს აწუხებთ? ძირითადად არის ბარძაყების ზონა, მუცელზეც და უფრო გვერდები. გალიფეს ზონა. როგორც შიდა ლატერალები, ასე გარე მედიალური ზონები მთლიანად უნდა დამუშავდეს როგორც აპარატურული, ასევე ხელით. მანუალურად, რა თქმა უნდა, აქ არის ის მომენტი, რომ არ შეიძლება კონკრეტული რაღაცა ზონით იყოს შემოფარგლული. მთელი სხეული უნდა დამუშავდეს, იქიდან გამომდინარე, რომ მთელი ცირკულაცია მოხდეს სისხლის, უნდა მოხდეს მთელი სისტემა უნდა მოხდეს და ამ სისტემას კიდე აღრმავებს ის პროცესი, რომ როდესაც ჩვენ გავდივართ ამ პროცესს, დაახლოებით 1.5-საათიანი, 1.40 წუთიანი პროცესი მიდის. მე ეს კვირაში რამდენჯერ ხდება თქვენთან ის 2-3? 3 ჯერ იმ შემთხვევაში თუ დაჩქარებული პროცესი გვინდა, მაგრამ ზოგადად სასურველია რომ 2 ჯერ ჩავნიშნოთ ეს პროცედურა. ხო არ ატარებთ მანამდე, ან მაგალითად ქვედაკიდურების ვენური სისტემის შესწავლა ხო არ არის რეკომენდებული, ან რაღაცა დამატებით რომ თქვენ თამამად დაიწყოთ მუშაობა. იცი რა, როცა ვაწყდებით ხოლმე ასეთ შემთხვევას, რომ პაციენტი ანამნეზის აგროვების დროს ამას უჩივის, აუცილებლად უშვებთ შესაბამის სპეციალისტთან. აუცილებლად. კი. კარგი, პარალელურად რა რეჟიმის დაცვას ურჩევთ ხოლმე? ეს 2-3 თვე დავიწყეთ ცელულიტზე ზრუნვა, ხო? დავასტაბილე წონა, მივახციე ჩემს სასურველად ვთქვათ სხეულის მასის ინდექს, მაგრამ სხეულზე მაინც რჩება ეს დეფექტები, რომელიც მაწუხებს მეც და ემოციურად მტვირთავს, ხო? ვიზუალს რო თავი დავანებო, ხო? აი პარალელურ რეჟიმში თქვენ ნუტრიციოლოგიც ყავთ ჩართული, შორეულ გეგმას უსახავთ, ანუ რა რეკომენდაციებს აძლევთ? ძირითადად ფუნდამენტალურად მიუდგებით ხოლმე ასეთ საკითხებს, იმიტომ რომ ეს არ არის ერთ დღეში და ერთი კურსით დამთავრებელი პროცედურები. ხანგრძლივადიანად განიხილება ის ფაქტი, რომ ჩვენ ვაძლევთ ასეთ რეკომენდაციას. როდესაც იწყებს სწორი კვების რეჟიმს, უნდა გადახვიდე ცხოვრების წესით ამ მიმართულებას. კი, ძალიან საინტერესოა. მაგრამ ახლა არის მეორე ფაქტორი. ესე უნდა ვიცხოვრო, სულ არ უნდა დავარღვიო, ანუ როცა კითხვები არის. მე ვეუბნები მარტივ გამოსავალს. როდესაც გიწევს დარღვევა, დაარღვი. ფსიქოლოგიურად ამისთვის იქნები დაისტრესავ თავს, კარგად მოილხინე. იმიტომ რომ საჭირო არის ზოგჯერ, ხო, რა თქმა უნდა. მოილხინე.
ალკოჰოლის მივირთვი, კარგადაც ქართული სამზარეულო დავაგემოვნე, სამოგზაუროდ ვიყავი და იქ მჭამე ძალიან გემრიელად. კი ბატონო, რაც გინდა გაერთე. მაგრამ ეს იყო თქვათ 5 დღიანი ტური რაღაცა საჩუქარი ორგანიზმისთვის. როდესაც დაბრუნდი შენ საკუთარ სახლში, საკუთარ კედლებში, გააგრძელე ისევ სწორი ცხოვრების წესი და ეს ორგანიზმისთვის იქნება საჩუქარი ხოლმე და ფორმებისთვის იქნება მუდმივი შენარჩუნება. ისე ამოვნებ, ძალიან დიდი სიამოვნება იყო. ასევე ვურჩევ ხოლმე ყველა ადამიანს, რომ შეძლების დაგვარად, ეხა არ არის ის რომ გინდა თუ არა შეძლების დაგვარად, საღამოთი სეირნობა რამდენადაც შესაძლებელი არის ეს წილის წინ 9 საათი. ეხლა ძალიან მალე გამოთფება და ყველა ადამიანს ვურჩევ რომ როგორ შეუძლია ისე ირნოს. ლიმფოდრენაჟი ეს ცალკე თემა არის, რომელიც შეიძლება ადამიანს სჭირდებოდეს დამოუკიდებლად იმისა ცელულიტი მას აქვს თუ არ აქვს, ხო? რას აკეთებს ლიმფოდრენაჟი და რას თავაზობს შენ მაგალითად პაციენტებს? ლიმფოდრენაჟი ზოგადად არის ეს ლიმფის შეჩერება, ხო და მისი სიჩქარის დაგდება ორგანიზმში. ამ დროს ხდება ხოლმე შესიება ფეხების, კიდურების, შეიძლება ზედა კიდურებით შეშუპდეს და შეიძლება ეს სახეზეც იყოს ხოლმე ხშირ შემთხვევაში შეშუპებული. ასე დროს თავაზობთ ხოლმე პირდაპირ პრესოთერაპიას, იმიტომ რომ პრესოთერაპია არის ზუსტი აპარატი, რომელიც თანაბრად აწვდის სხეულს იმპულსს, რომ ამ ლიმფამ დაიწყოს მუშაობა და მოხდეს მისი განდევნა ორგანიზმიდან და დაახლოებით კვირაში 3 ვიზიტი ინიშნება ხოლმე და ამ 3 ვიზიტი დაახლოებით 20-მდე შეხვედრას ნიშნავთ ხოლმე და ამ 20 შეხვედრის შემდეგ ვაძლევთ შემდეგ რეკომენდაციებს, რომ რაც შეიძლება მეტი სპორტით დაკავდეს ისევ და ისევ ეს სპორტი ხა წარმოიდგენს ხალხი რო არის დარბაზებში სპორტია, ზომარე ცხოვრების წესი ზოგადად არის ძალიან ცუდი, ხო? ჩვენ თუ დავდიოდით დღეში პირობითად 500 ნაბიჯს, მოდი 1000-1500 ნაბიჯზე ავიდეთ, რაც ძალიან კარგი იქნება. პირველ დღეს გაგიჭირდებათ, მაგრამ პირველ დღეს გავზარდოთ რაღაც 250 ნაბიჯით და ნელ-ნელა მოვუმატოთ. კი. ეხლა რასაც მივაქციე ყურადღება ამ ბოლო დროს ცხოველები გაიჩინეს ძალიან ბევრი ადამიანებმა და მოტივაციისთვის კი გამოდიან, სეირნობენ, ძალიან მომწონს, მაგრამ ეს არის ზღვაში წვეთი. ძალიან ცოტა ადამიანი მიმართავს ამას, მაგრამ ადრე ესეც არ იყო და ეხლა ის რო გამოჩნდა ძალიან მომწონს ეს მოცემულობაც, კი. კარგი, მაგალითად ეგეთი საშუალებები, რომელიც საფთიაქო ქსელში უხვად არის წარმოდგენილი, შეიძლება რაღაც არ არის, მაგრამ გამოწერა შეიძლება. რამდენად მუშაობს რეალურად, მტკიცებით მედიცინას გადავხედოთ, ხო? რეალურად მუშაობს თუ არა გარეგანი საშუალებები ცელულიტის გაუმჯობესების მიზნით. იქიდან გამომდინარე, რომ მე არ ვიყენებ ამ მიმართულებას და ეხლა სხვა არის რომ მანუალური თერაპიისას შენ იქ ლუბრიკანტი დაგჭი, ეს სულია სხვა რამე. სახში ვიყიდე, შენ წავისვი და გამიარა. არა. ეგეთი რამე არ ხდება. მადლობა ამ პასუხისათვის. კარგით, მოდით ხელით მასაჟზე და მექანიკურ მასაჟზე ვისაუბროთ. შეიძლება თუ არა მხოლოდ ხელით მანუალურად, თუნდაც პირველ სტადიაზე ცელულიტური ზედაპირის, ასე ვთქვათ, ლიკვიდაცია და პროფილაქტიკა. კი ბატონო. ძალიან კარგი კითხვა, შესაძლებელია, იმიტომ რომ სანამ იქნებოდა ამდენი აპარატები, იყო ხელი და ამ ხელით ისეთ შედეგებს ვაღწევდით, რომ უბრალოდ აქ მეტი დროა საჭირო. ეს არის განსხვავება. თუ აპარატურული პროცედურები დაახლოებით 10-12 პროცედურა საკმარისია და ძალიან კარგ შედეგებს დებს, დაახლოებით 25 შეხვედრა გვჭირდება და სადღაც 30 შეხვედრა გააჩნია ინდივიდუალური ტექნოლოგიის თემა. აქ არის რომ ხელით ვაღწევთ შედეგს, მაგრამ მეტი შეხვედრა გვჭირდება. არის ისეთი პაციენტები, ვისაც არ არის შესაძლებელი ამ აპარატების გამოყენება და ამ შემთხვევაში მანუალურ თერაპიას მიმართავთ აუცილებლად. მიღებული პასუხი. შალო, აქვე კიდევ ერთხელ შემოგთავაზებთ. დიდი სიამოვნებით. ცოტას დაგიმატებ და მეც შევივსებ. მე სპეციალურად დავტოვე, რომ მეორე გემოსთვის მოვემზადე. მეორე გემოსთვის, იმიტომ რომ გაზი როგორც ის უკეთესია. წყალი ბრომატის გარეშე, წყალი მთის, Coca-Cola ბოთლს ჯორჯიას ახალი პროდუქტი, რომელიც უკვე სუპერმარკეტებში შევიდა, იყიდება. ლამაზი ბოთლია, ხელმისაწვდომია. კარგია, ესე ვთქვათ, პრაქტიკულ რეალობაში და გემოწყალს ძალიან კარგია, ასევე ბრომატის გარეშეა, გაზირებული და თან მინერალიზებული. ანუ ახალი ამბები გვაქვს დახლებზე. მადლობა Coca-Cola-ს. ასევე პოდკასტის სპონსორია აჰავა, მკვდარი ზღვის უნიკალური მინერალებით გაჯერებული სახის, სხეულისა და თმის მოვლის საშუალებები ქალბატონებისა და მამაკაცებისათვის. აჰავას პროდუქცია მოწონებული და რეკომენდებულია დერმატოლოგების მიერ. რა ინოვაციებია დღეს მსოფლიოში სხეულის მოდელირების აპარატურული მეთოდების მიმართულებით და გაქვთ თუ არა თქვენ
up to date მუდმივად ამ მიმართულებით. რას თავაზობთ? მოდი ამასაც შევეხოთ რა. აუცილებლად რადგან ცელულიტი ძალაში რჩება, მაგრამ მოდი ვისაუბროთ სხეულის მოდელირებას. ცელულიტი რჩება, იმ ცელულიტის მოგვარებასთან ერთად სხეულის მოდელირდება აუცილებლად და იმ ფორმებისკენ მივისწრაფვით, რაც პაციენტს სურს. საკმარისია ჩვენ შევცვალოთ სხეულზე მცირედი, ის უკვე კარგად ჩანს, იმიტომ რომ ტანის ამოსში უკვე კარგად გამოიყურება და ძალიან კარგია. მათ შორის ჯანმრთელობის თვალსაზრისითაც ის უკეთესად გრძნობს თავს და მენტალურადაც კარგად გამოიყურება. ეხლა რა ინოვაციები არის? წლებია უკვე საქართველოში და ევროპაში დანერგილია ბევრი მიმართულება. ეხლა რა ხდება? უკეთესი აპარატები გამოდის რომლის სიმძლავრეებმაც ცოტათი მოიმატა. მაგალითად ულტრაბგერა თავიდან როცა გამოვიდა იყო სადღაც 20 კასი ხშირით, ავედით 30-ზე, ავედით 40-ზე და გაჩერდა მანდ, იმიტომ რომ ამაზე მეტის შეშვება აღარ შეიძლება. შეიძლება ახლა მოდელირებულად ახალი აპარატი ვიღაცამ შექმნას, მაგრამ შიგნი, ანუ მოცემულობა სიხშირე 40 ვეღარ გაცდება, იმიტომ რომ სოფლიო სტანდარტმა დაამტკიცა, რომ ამის იქით ჩვენ ვეღარ არ არის საჭირო. ასევე გამოვიდა LPG-ს გაგრძელება და LPG ძალიან კარგი აპარატია, უბრალოდ ჩვენ მეთოდში LPG არ გვიზის, იმიტომ რომ ჩვენ მეორე მეთოდს მივყვებით. არის ენდოსფერო, არის LPG და რომლის მოცემულობაც ისეთივეა, როგორც უკეთესი და უკეთესი გამოდის ახალი თავაკებით, ახალი ბურთულებით. წელიწადში ერთხელ, ანუ 2 წელიწადში ერთხელ გიწევთ აპარატურის შეცვლა. 2 წელიწადში ესეთი პროექტი გვაქვს ჩვენ, რომ 2 წელიწადში ერთხელ გამოსვალთ აპარატურა. თავიდან თითქოს ვიფიქრეთ, რომ 1 წელიწადში, მაგრამ ახალიც არ იყო გამოსული. ასე სწრაფადაც არ ვითარდება. და ვერც განვითარდება, იმიტომ რომ მოცემულობა რაც არის, ეს არის ცელულიტად რჩება და ბრძოლის ეს მეთოდი საკმარისი კი არა, საკმარისზე მეტია, იმიტომ რომ თავარია მიმართვიანობა ცენტრებთან, მერე სპეციალისტები ძალიან კარგად მუშაობენ ამ მიმართულებით. პრევენცია თუ არის რაიმე ისე ცელულიტის შენი პრაქტიკიდან გამომდინარე. გარდა იმისა, რომ წყალი დავლიოთ ბევრი, ჯანსაღად ვიცხოვროთ, რაიმე სხვა ხო არ არის რაღაცა, რომ რაც შეიძლება გავაკეთო, რომ ეს არ გამიშეს. მაგალითად, ორსულობის დაგეგმვაშობია, რომ ამდე პერიოდში, ორსულობის მიმდინარეობის პერიოდში. ორსულობის მიმდინარეობის პერიოდში მქონდა ამ მთელი ამ წლების განმავლობაში ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ჩემმა ძალიან კარგმა და ჭკვიანმა პაციენტმა მიეკითხა თავის გინეკოლოგს და უთხრა, რომ რამდენად შესაძლებელია ორსულობის პერიოდში მე ვიკეთო мануალური თერაპია. კი ბატონო, ექიმმა მისცა რეკომენდაცია და მას შემდეგ ჩვენ მუშაობდით იქ მოგზალებულად, რა თქმა უნდა, მინიმალური ჩარევით, მაგრამ გოგონას შეშუპება თითქმის არ ქონია, მივიყვანეთ 8.5 კვირამდე თითქმის და 2 კვირის შემდეგ ბავშვიც გაჩნდა. აიდეალურ ფორმაში დაასრულა ეს მშობიარობა და არაჩვეულებრივად ძალიან სწრაფად დაბრუნდა და ძალიან მალე აღიდგინა ფორმები. ეს ძალიან კარგია, იმიტომ რომ ისედაც ორსულობა არ არის არანაირად კავშირში პათოლოგიასთან, ეს არის ჯანსაღი ფიზიოლოგიური პროცესი, რომლის დროსაც სურვა იქნება ვარჯიში, სიარული, მათ შორის სწორად დაგეგმილი мануალური თერაპია და მხარდაჭერა, ეს ყოველთვის თავის გაამართლებს, ხო? ზოგადად უნდა შევთანხმდეთ იმაზეც და მაყურებელსაც უთხრათ, რომ ცელულიტი არის მუდმივ სამართავი პროცესი. თუ კი ჩვენ აღმოვაჩინეთ ორგანიზმში, რომ კანის სტრუქტურა ზედაპირი ასე ზიანდება, ეს არ არის ერთჯერადი მდგომარეობა, ეს არის მუდმივად მეთვალყურეობის საგანი, როდესაც შეარჩევ ჯგუფს, გუნდს, სამედიცინო გუნდს მით უმეტეს და არა რაღაცა სხვას, ჯობს ყოველთვის მართვის ქვეშ კონდეს ეს პრობლემატიკა და ვიდრე მიუშვა და მე გააქვავებულ, ჩამქვავებულ, გართულებულ პრობლემასთან მოუწევს ადამიანს ჭიდაობა, ხო? ოქროს სტანდარტი, აპარატურული პროცედურები, კვება და ვარჯიში? ვარჯიში, სწორი კვება და აპარატურული პროცედურები. ხო, ესე სწორია ყველა შემთხვევაში ნებისმიერი მიმართულებით. კარგი. რას შეცდომებს უშვებენ ადამიანები, როდესაც შედეგს ვერ აღწევენ და ამბობენ, რაღაცა გავაკეთე და არ იყო შედეგიანი. ჩემი აზრით, შაკო, ეს ისევ და ისევ ნებისყოფის და მოთმინების ამბავია, ხო? უნდა მოვითმინოთ და ვიმოქმედოთ ნებისმიერ საქმეში, რომ მივაღწიოთ შედეგს. ერთ თვეში ვერანაირი ცელულიტი ვერც ვერ გაქრება და შეიძლება მეტიც შედეგიც ჯერ არ ჩანდეს, როცა 1-2 დღე დაგჭა, როცა დაინახო პირველ შედეგს. ამიტომ მიყოლაა საჭირო, ხო? რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო კითხვაა და ხშირად მსმენია ხოლმე ესეთ რაღაცებზე. მოუმართავთ ხოლმე პაციენტებს და არის ესეთი მოსაზრება, რომ აი გავიკეთე ეს და შედეგი არ მქონდა. ორჯერ. ანუ
თუ კურსი არ მივიყვანეთ ბოლომდე, ხო? შესაბამისად ეს ვერ მოგცემს შედეგს. მაგრამ აქ რა შეცდომა არის ხოლმე დაშვებული. როდესაც კითხულობენ ინტერნეტში პირველივე პროცედურიდან შედეგი არის ხოლმე ასეთი სარეკლამო ხრიკი. მოდი გავეშვათ ახლა ამ სარეკლამო ხრიკს და ყველა ადამიანს მინდა ესეთი რჩევა მივცე. როდესაც ხვდებით კლინიკაში, რომელიც გთავაზობთ ამა თუ იმ პროცედურას და გთავაზობთ იმას, რომ ორ კვირაში იქნებით ძალიან კარგად, ეს არის მითი. იმიტომ რომ დაახლოებით ჩვენ მოგმართავს ცევლიდან დაკავშირებით 25 წელს ზემოთ პაციენტები. საინტერესო იყო ეგ კარგი ასაკი ახსენე. ასაკი. ანუ ცელულიტი, მაქედან იჩენს ხოლმე თავს ძირითადად იშვიათ შემთხვევაში ადრეულ ასაკში, მაგრამ 25-დან უფრო მეტად არის ხოლმე ეს ჩამოყალიბებული. და ახლა რა ხდება აქ? მივიდა ნახა რომ ორ კვირაში იქნება კარგად და არ არის ორ კვირაში კარგად. ვერ მოხდა, იმიტომ რომ ამდენი წლის განმავლობაში ეს ცხიმი გროვდებოდა, ეს ცელულიტი გონია რომ გუშინ დაინახა და გუშინ წინ გაჩნდა და არის მრავალი თვის, მრავალი წლის ჩამოყალიბებული და უშუალოდ 3 წლის ჩამოყალიბებული ცელულიტი და გამოჩნდა პირველი სტადიის შემდეგ მეორეზე გადავიდა, გამოჩნდა იქ ჰორმონალური ცოტა დისბალანსი მოხდა, რა მიჩინა თავი. ასეთ დროს უნდა რომ ორ კვირაში იყოს კარგად, რანაირად. უკან დაბრუნებას და გადახვევას, ასე ვთქვა და დაჭირდება დრო. რომელი დროს დაახლოებით 2 თვიდან 3 თვემდე იწელება ხოლმე. რატო ინიშნება ეს პროცედურები კვირაში ორჯერ? რატო ვითვალისწინებთ პაციენტის ციკლის მოსვლას? არ ვეხებით იმ დროს, იმიტომ რომ უნდა დაისვენოს ორგანიზმი, უნდა მოხდეს ცირკულაცია, უნდა მოხდეს გამოდევნა ორგანიზმიდან იმ დაშლილი ცხიმის. მე 12 პროცედურაო ერთმა მითხრა, 12 დღეში უნდა გავიკეთო. ხო, ნუ დაჩქარებული მეთოდი არ ხდება იქ. არ არსებობს. დაჩქარებული მეთოდით ამ მოცემულობას ჩვენ ვერ ვუმკურნალებთ. ამას ჭირდება დრო. ორგანიზმმა უნდა ჯერ განიცადოს სტრესი, რასაც ჩვენ მივაყენებთ, მერე უნდა მოხდეს დაშლა, მერე უნდა მოხდეს გამოსვლა, მერე უნდა მოხდეს დასვენება და რეგენერაცია და მთელი ციკლი აწყობილი. რამდენიმე წლის უკან, როდესაც ამას ჩვენ თავის დროზე ვიწყებდით, ხო, ძალიან ბევრ სირთულეებს ვაწყდებოდით. ეხლა მე ჩემი უზარმაზარი პაციენტების ბაზა მაქვს, ასე ვთქვათ, რომლებიც კარგად განათლებულებიან და კარგად ერკვევიან ამ ჩემს საკითხში, იმიტომ რომ თავის დაქალს რო ურჩევენ, მე ლაპარაკი აღარ მჭირდება ხოლმე იმაზე, იმიტომ რომ მოცემულობა არის ის, რომ გამართულად იცის ამ ქალბატონებმა ყველაფერი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, თავშივე ვთქვით, რომ ძალიან კარგია ინფორმირებული ჩვენი საზოგადოება იმისთვის, რომ იცოდეს რასთან რა თქმა უნდა. ყველა მიმართულია. მადლობა, შაკო. ეგეთი რუბრიკა გვაქვს ჩვენ და ბოლოსკენ გავდივართ, ძალიან საინტერესო იყო შენთან ლაპარაკი და მე მგონი ბევრ ადამიანს გოგონებს მით უმეტეს ცელულიტის პრობლემა, ვისაც აწუხებს, აქ რომ მოისმენენ, მე შაკო ზებრანს დაიწყებეთ დაგეხმარებით მაგაში. კარგით, კი თუ არა, უბრალოდ პასუხები გამეცი კი თუ არა. შაქარი ცელულიტის მთავარი მტერია. კი. მჭიდრო ტანსაცმლის ტარება ხელს უწყობს ცელულიტის გაჩენას. არა. ყავის დიდი რაოდენობით მიღება ცელულიტის დაშლას უშლის ხელს. არა. კოფეინი კავშირში არ არის. კარგია. ცელულიტის მოცილება შესაძლებელია მხოლოდ 10 სეანსით მასაჟით. არა. კარგი. ცივი შხაპი გვეხმარება ცელულიტთან ბრძოლაში. არა. არა. ცელულიტი მხოლოდ ჭარბწონიანების პრობლემაა. არა. მითია. კარგი. ანტიცელულიტური ზეთები წვავს ცხიმს და აქრობს ცელულიტს. მითია. მითია არა. ლიმფოდრენაჟი აუცილებელია ყველა აპარატურული პროცედურის შემდგომ. კი ბატონო, აუცილებელია. რეკომენდებულია. კარგია. ცელულიტის სამუდამოდ გაქრობა შესაძლებელია. არა. ანუ მე თქვი და თქვენ დაადასტურეთ, კითხვა დავსვი უფრო სწორედ, ეს არის პერმანენტული თემა, რომელსაც როგორც ჭარბწონას, როგორც კბილის და პირისგუს ჰიგიენას, ფშხილს ყველაფერს ჭირდება მოვლა, ასევე ამას ჭირდება მეთვალყურება. კი ბატონო, ეგრეა ზუსტად. დღევანდელი პოდკასტის სტუმარი იყო შაკო აბულაძე, ესთეტიკური ცენტრის ხელმძღვანელი და წამყვანი სპეციალისტი, ანუ რეაბილიტოლოგი და სხეულისა და კანის და სტრუქტურის, ასე ვთქვათ, ზედამხედველი ჩემი კოლეგა. გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი, მოიწონეთ და ბევრ კარგ საინტერესო სიუჟეტს კიდევ და კიდევ შემოგთავაზებთ. შაკო, ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. წარმატებები შენ და შენს პაციენტებს. არაჩვეულებრივი პროექტია და მიხარია, რომ ამ პროექტის ერთ-ერთი მონაწილე მეც ვარ და დიდი მადლობა მოწვევისთვის. მიღებულია, ძალიან დიდი მადლობა. ეპიზოდის პარტნიორია წყალი მთის.